მოგესალმებით ჯიროუდის მაყურებლებო, როგორც დაგკვირდით, ვაპირებ დღეს გავტესტო ესა თუ ის ხსნარი. ვიყიდე რამოდენიმე ტიპის ხსნარი. ეს არის GT უნივერსალი ვიყიდე, პირველ რიგში ამ ტყავის სავარძლების, ესე ვთქვათ, გასუფთავება მინდა. რაღაც ჭურჭელი აქვს, ცოტა მინდა რომ ამოვიღო, გავტესტავთ, რამდენად რეალურია. ვიყიდე კიდევ ინტერიერის გასაშავებელი, ესე ვთქვათ, სპრეი ხსნარი. კაორს ეძახიან, ასევე კაორის ბრენდის ვიყიდე კიდევ მატორის გასაფრიალებელის გასაწმენდი ხსნარი და კიდევ შევიძინე გორგიაში დისკების საფრიალებელი ხსნარი. საფრიალებელი უფრო არა, აი ჭუჭის ამამყვანი, ესე ვთქვათ. რა, ალბათ, სვილიც აქვს ცოტა და პარალელურად შევიძინე კიდევ უფრო იაფიანი ხსნარი მჟავა, რასაც ქვია, რომელიც ჭურჭს აშორებს და ჟანგს და ყველაფერს, ორივე იდენტური არის, აღწერაში ორივეს უწერია, რომ უნდა გააშოროს ჭუჭი, პარალელურად ჟანგები მოაშოროს და რამე ისეთი, რაც დისკს ზემოდან აქვს და ჩვეულებრივად წყალი რომ მიასხოთ, კეხერით ვერ ჩამორეცხავთ. მოდით ახლა გავტესტოთ ეს ყველაფერი და შევხედოთ, რამდენად ღირს ამ ყველაფრის შეძენა, როგორი ფასები აქვს და ზოგადად როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი. ახლა ვნახოთ, გაჩვენებთ, რაც ვიყიდეთ. ესე იგი, დავიწყოთ. ეს არის ჩვეულებრივი ხსნარი. 3 ლარი მივეცი ამაში, თურქული არის რაღაც. კიდევ ვიყიდე შესასრულებელი. ეს აუცილებლად დაგჭირდება, ნუკუბკა და რეზინის ხელთათვანები. პლუს ამას აი ეს ხსნარები ვიყიდეთ, რაც გვაქვს. GT უნივერსალი. და ეს როგორც დაგხვდით, გორგიაში ნაყიდი. ეს გორგიაში ვიყიდეთ ეს. კარგით, მოდი პირველ რიგში ახლა GT უნივერსალს გავტესტავ. ეს კუბკა და შევხედოთ როგორი იქნება. პირველ რიგში მოდი ეს GT უნივერსალი რაც არის. აი ეს გავტესტოთ სავარძლებზე, მაინტერესებს, რომ საკმაოდ ბინძური არის, შეიძლება კაცში არ ჩანდეს ახლა ეს, მაგრამ აი დასრული არის რაღაცები აქვს და ისედაც ვიზუალურადაც არ გამოიყურება თლათ კარგად. და სატესტოდ მოდი დემონსტრირება ჩავატაროთ და გავტესტოთ რა სიზავს და როგორ ამოიყვანს. ესეც გადავიტანე ამაში. და ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ, პირდაპირ ესე არასდროს არ დააცხადოთ, ჯერ მარტო გუბკა დავასრულოთ. დავასრულოთ ეს გუბკა. საკმარისია. შეიტანოს ცოტა გუბკამაც. ესე მოუშვათ. და ვნახოთ რა სიზავს. ჩემი ფეხები. აბსოლუტურად არანაირი რაზმიცა არ აქვს, აი აბსოლუტურად უარესი გააკეთა. კარგი. მოდი ახლა კიდე დავასხავ პირდაპირ ამაზე, მაინტერესებს თუ ამოიყვანს. აი. ჩვეულებრივი ლაქა არის შოკოლადის. აი. აბსოლუტურად არაფერი უფრო გააფუჭა ფაქტიურად. აი რატო იძახიან რომ აი ამას იზავს იმას იზავს ჩემი ფეხები თავიდან ვერ მოაშორა რა ვიცი აზრი არ აქვს ნაგავი არის რა ეს ხსნარი იმენა ნაგავი არის რა ესეთი ლაქა თუ ვერ ამოიღო ამან მაშინ რომელ ლაქაზე არის საუბარი ვიდეოებში სხვანაირად ჩანს და მაგით მინდოდა რომ გამეტესტო აი თქვენ თვალწინ ახლა აი რამდენსაც კიდევ რავი გადაუსმევ აი კიდე დავასხავ აი ამას დავასხავ კიდე აი დავასხავ ვერ ამოაქვს იმენა ლაქა ვერ ამოაქვს ასე რომ თულად ხსნარს დააზიანებთ თულად ყავის სავარძლებს რამე ისეთ სპეციფიკური ხსნარი თუ ვიცით მითხარი და ამოვიღებთ მე ამ ლაქას აი ეს არის სისულელე
რა ვიცი, შეიძლება პროფესიონალ დონეზე მე ვერ ვაკეთებდი ამას, მაგრამ ინსტრუქციის მიხედვით როგორც არის, რა ვიცი. გუბკა ეს არის. წამოღება რომ უნდა და სულ რო დავაცხადე თითით ამოწმინდა, მაინც უნდა ამოიწმინდოს. აი ეს არის თქვენი ჯითი ხსნარი, არის ნაგავი და აბსოლუტურად სისულელე. ეს იყო შოკოლადის ლაქა, ჩვეულებრივი, რომელიც კარგად მიახმა, მაგრამ ვერ ამოიტანა ამ ჯიგარმა რა. ასე რომ ეს 15 ლარი ღირდა ეს ერთი ლიტრი. ყულად მოგადაყრით ფულს მეგობრებო, გაითვალისწინეთ. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის აი ეს ხსნარი, როგორც გითხარით, გორგიაში ვიყიდე. სადაც ერთი 10 ლარი დამიჯდა მე მგონი. ეს არის ჩვენი დეფექტი, რაც მინდა რომ მოვაშორო ამას. ეს დერგით უწერია აქ აღწერაში, რომ მცირე ნადირებს აშორებს. მოდი ვნახოთ აბა რას იზავს. ხო, და კიდე განმეორდები, რომ ის არ არის ეს წყალში გაზავებული, არც ჯითი ხსნარი არ მქონდა წყალში გაზავებული, ასე რომ აგეგონოთ, რომ წყალში გადაზავებული იყო. აი, ჩემი ფეხები. ნაგავია ესეც, არიყიდეთ. ეს დისკის გაპრიელება თუ მინდა, ამას დავასხავთ სვით სანთელზე გავაპრიალებ და გამოვიყურება მე რო უკეთესად, მაგრამ რეალურად რა საქმეზეც მე მჭირდება, იმას არ მიკეთებს. თავი აჰა გააშოთ. და გააშავოს პაკეშკები. როგორც ჩანს, მეტი არაფერი არ შეუძლია. რა ვიცი, გამიტყვა მაგრად ახლა რომ ამ მეორე ხსნარმაც ესე ჩაისვარა, აი. რა ვიცი, აი. არაფერი. ნაგავია. ეხლა გადმოვასხი აი ეს. აი 3 ლარი. აი ახლა ამაზე გავტესტოთ. ჟავა. ნახეთ რა. არც დამიდია გუბკა და ეგრევე სახე გააცალა. აი პროსტა ნახეთ. რეზინის ხელთვანები გამოიყენეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ცოტა დამწვარი არის, ეს შეიძლება დაგიწვათ ყველაფერი. აი, შეხედეთ უბრალოდ რა. აი, ხო ამჩნევთ ანუ. ჩვეულებრივი ხსნარი არის, ეს ჟავა არის, რა სასხე თურქული რაღაცა, ოთუს რაღაც ბიჭი. აი აჰა. იმენა გააპრიალა, რა ვიცი, იმენა მართლა გამოიტანა ეს ჯუჯები. კარგი. აი მას პლუსი შემგან 3 ლარიანს. ეხლა გადავიდეთ კავრების გაწმენდაზე. ეხლა გადავიდეთ ძრავის თემაზე. აჰა, ნახოთ. საკმაოდ პინძური არის. აი ეს ხარ, მზე შეიძლება უთვალო საფრთხეს. აი ამაზე. დავტესტოთ. ეს კავრი. არაფერს არ უზიანებს ძრავს, აი, სადაც კიდათ მიასხით. მე ხა აკუმულატორს ნუ დაალპოთ რა. კარგი, ავიღოთ ისევ ეს ჯიგარი. აჰა. შევხედოთ. აჰა. ესეც გადავუსვათ. ეს ახლა სატესტოდ რა თქმა უნდა ესე ცოტა ესე გავწმინდა. ამას ახლა წყლით და კერხერით. თუ არ იცით დაალპოთ მანქანას, შეიძლება რამე გააფუჭოთ და არ გიჩვენებთ რომ კერხერი საერთოდ არ მიაკაროთ მანქანას. აი. ხო ესეთი მტრიანი იყო. აჰა. რა ვიცი, მე მგონი საკაიფოდ გაწმინდა ახლა. შედეგი თავარი არის, შედეგი ას მიცემს. აი, აქაც საკმაოდ ბინძური იყო. აი. ჩვეულებრივად ამოვიდა. რესპექტი ჩემგან აი ამ ხსნარს, რომელიც არც ისე ძვირი არ აღირს, მაგრამ თავის ფასს ნამდვილად ამოძლებს. სადღაც მე მგონი 20 ლარად ვიყიდა ეს თუ არ ვცდები და მეორე რო არის ინტერიერის ის აღირს 25 ლარი. ეხლა იმასაც გავტესტავ და ნახოთ რა შედეგს მოგცემს.
კარგი. ხო, გადავიდეთ აი ამაზე მეორეზე, რომელიც პლასმასის ზედაპირებზე უნდა წავუსვათ. აი აქ. ძალიან ბინძური არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, შედარებას ვნახავთ. ეს ჩვეულებრივი ტილოა, ამას გუფით არ გავწმინდავ, ჩვეულებრივი ტილოა. მოდი მოხსნით თავსახურს, რამოდენიმე შევანჯღავთ. ესე დავასხავთ. რამოდენიმე წამი დავახუროთ ეს. ეხლა ნახოთ. აი რა ვნახე, მართლა არ არის, მაგრამ იმ საქმეს, რისთვისაც ვიყიდე, ნამდვილად ასრულებს. მე ცოტა გასშრება. და შეგვიძლია ოდნავ ნამიანი ტილო რო გადავატაროთ, მაინც კორექციის სპონჯი. და მე მგონი ნორმალური არის საკმაოდ, აი შეხედეთ. ის ეფექტი მომცა. აი ამის დაბლა არ მემისხია, აი შეხედეთ. ჩანს მე მგონი რაზმიც. ამის დაბლა არ მემისხია და არ ჭირდებათ. აჰა. რა თქმა უნდა, ყველაფერს ამით გადავატარებ. აი ეს იყო. ოკეი, რა შევაჯამოთ ახლა ეს ყველაფერი რა? GT უნივერსალი, ანუ რისი უნივერსალი, ანუ ყველაფერში კი არის და საბოლოოდ არაფერში არ გამოდის, რა ვიცი, ანუ სხვა რაზე უნდა წავუსვე ეგ მითხარით, თან თუ რაღაცა არის ვინმეს დაჭირდა სკრინებსაც დავდებ, რომ იძახიან რომ უნივერსალი არის და იქ ვიდეოც არის, კარგად რომ ტყავის სავაძლებზე GT უნივერსალი უნდა იხმაროთ, თუ გინდათ რომ რაღაც ჭუჭი მოაცილოთ. კონსულტაციას ვკითხე რამოდენიმეჯერ. კიო, ნამდვილად ეგრე არისო. მე იმ ჭუჭს რა თქმა უნდა მოვაცილებ სხვა ხსნარებით და მე იმის ვიდეოსაც ალბათ გადავიღებ. მაგრამ ძალიან ცუდი არის, როცა ანუ 15 ლარს იხდი, აი ერთი პატარა რაღაც დეტალი იყო რა, ის დამწვარი და რაღაც არ არის, ვიცი რაც არის, რაც დაესხა და მიეხმა სპეციალურად მაინტერესებდა გასატესტად და გავაკეთე. ვერ ამოიღო. აი ეს რაღაცა გაურკვეველი წარმომავლობის ხსნარი დისკებისთვის და საბურავებს კი გაგიშავებთ, არ არის პრობლემა, მაგრამ დისკებისთვის არ არის ეს ნამდვილად. აწერია კიდევაც ახლა რაღაც დებილობა აწერია. არ ვიცი რა აწერია წესიერად. ქართულად კი დისკების საწმენდის საშუალება. აი ეს დაილოცოს ამის მომგონი ძმაო. კაორი შეიძინეთ უწევ რეკომენდაციას. ამისიც რა თქმა უნდა, ეს არის ძრავის საწმენდი. ეს არის კიდე სალონის ინტერიერს, სადაც აწერია. და აი ეს 3 ლარიანი მჟავა. ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება. დაილოცოს ამის მომგონი ძმაო. დისკები კი არ გამიპრიალა, მთლიანად ამოიღო, რაც კი ქონდა დატანილი ზემოდან ჭუჭი, რაღაც სიყვითლეები რო გვაქვს ხოლმე მანქანები რო ჩამოდის ამერიკიდან. არ ვიცი ეგ რა ნადებია სავარაუდოდ. გააკეთა და ჯიგრულად არის. ეხლაც გაჩვენებთ კიდე. რამოდენიმე ხანი გავიდა ამის მერე. ნუ კიდე ხო არ დაიდო სადმე. აი რა ადგილებზეც მე მოუსვი ეს ხსნარი. საერთოდ ამოიყვანა. დანარჩენს კიდე გავაკეთებ, აი ნახეთ. აი ეს. აი სუბინძური არის. ამასაც რა თქმა უნდა გავაკეთებ. მე დავდებ ვიდეოს. ხო ეს ადეთ რომ საბურავზე არ მიესხათ მაინც რა მჟავა არის და რამე ჩეპე არ მოუვიდეს საბურავს. აი, მეორე მხარესაც მივასხი. ოღონდ აუცილებლად ამას რომ მიესხავთ, ანუ კერხერით უნდა ჩამოწმოთ ეგრევე რა. მე ხა ბულად წყალი მივასხით ზეგან და ვიდეოში აღარ გამოჩნდა ეგ. მაგრამ რაც ჭირდება და იმისთვის მაგრად გამომადგა. ასე რომ ესეც ჩვენი ხსნარები. ქართულ ბაზარზე რაღაცა დებილობას შექმნის, გამოიტანს თავიდან კარგია. ეს GT ხსნარი რამდენი ხნის წინ გამოვიდა, მე ვნახე გავტესტე და მართლა კარგი იყო. ნაკაწრებიც კი ამოიყვანა მანქანიდან. აი ამ უნივერსალზე ვიძახი. ფარებზე მივასხი და ვაფშე გაათეთ რა. მაგრამ ეხლა ეს ან წყალში არის გაზავებული სპეციალურად ვიყიდე დაპლომბილი. ამ გაზავებული არ მინდოდა და შეიძლება გააზავეს და მე დაპლომეს, არ ვიცი. მოკლედ ნაგავია რა. ესეც ნაგავია, ესეც ნაგავია. აი ეს დანარჩენები გამოვიყენეთ.
ის საქმე გაკეთა, რაც მე მინდოდა. უბრალოდ ერთი დამაკდა. აი, სავარძლიდან ვერ ამოვიღე ის ჭუჭი, რაც მინდოდა.